გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ After Effects-ის შესწავლას. დღეს ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა ხდება მარცხენა ქვედა განყოფილებაში, აი აქ კონკრეტულად. წინა ვიდეოში ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, რომ ვიდეოს დავადეთ მუსიკა და შეიქმნა სასწაულებრივად ძალიან მაგარი edit მოკლედ. და ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ეს არის ვიდეო და გვევით არის მუსიკა. აქ პატარა ისარივით რო არის, მაგას რო დავაჭერთ, ჩამოიშლება transform ეფექტი. ანუ ავტომატურად აქვს ხოლმე რა ეს ვიდეოს. ამ transforms-ს რო ჩამოშლით, დავინახავთ ეს unchallor point-ი, მერე არის position-ი, scale-ი, rotation-ი და opacity. რას ნიშნავს ახლა ესენი გავიაროთ სათითაოდ. პირველი, ანუ ეს მასათა ცენტრი დავარქვი მე არ ვიცი, არის აი ეს კონკრეტული წერტილი. რის ირგვლივაც ხდება ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ აი ქვევით რაც არის. მაგალითად position-ი. Positions რო ესე შევცვლით, ვიდეო იცვლის ავტომატურად პოზიციას. ნუ ხელითაც შეგვიძლია ეს რო გავაკეთოთ. მაგრამ ეს იმენა ზუსტი არის რა, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ანუ x-ი და y-ის თემა არის ეს. ქვევით ნუ ყოველთვის Ctrl-Z შეგვიძლია დავაჭიროთ, რომ უკან წავიდეთ და ჩვენ შეცდომები გამოვასწოროთ. ქვევით არის scale. Scale არის გადიდება, ასე ვთქვათ. ამას რო გავზდით, მოდის. უკან თუ წავიღებთ, მიდის და ასე შემდეგ. Rotation-ი არის თვითონ სიტყვა გვეუბნება ტრიალი. აქეთ იქით. აი ესე მარტივად. ხოლო opacity-ც რაც შეეხება, ეს არის რამდენად ჩანს ვიდეო. აი 100%-ზე ნიშნავს, რომ მთლიანად არის. თუ დაუკლებთ ამას, თითქოს შუქი ქურებაო ისე არის. აი წავიდა სინათლე. და რა ხდება ახლა? აი ნახეთ, პირველი ეს unchallor point რაღაცა. ჩვენ შეგვიძლია რომ გადმოვიტანოთ ისევ ცენტრში, როგორც აქვს ხოლმე ვიდეოს. და ნახეთ, აი rotation-ის მაგალითზე არის ყველაზე მარტივად. თუ ეს წერტილი არის აქ შუაში, მაშინ ყველაფერი ხდება მის ირგვლივ. ანუ ეს ვიდეო კადრი ტრიალებს მაგ წერტილის ირგვლივ რა. თუ მაგ წერტილს წავიღებთ ოდნავ ზევით, აი ასე მარტივად, მაგალითად აი აქ. ან აქ, ამ კუთხეში. ანუ Y-ს ხილს ვაჭერ ხოლმე კლავიატურაზე და მერე დავაჭერთ ამას და მერე შეგვიძლია მოძრაობა ამის. თუ აქ მოვიტანთ, rotation-იც მაგის ირგვლივ, ანუ ეს როტაცია, ანუ ეს ტრიალი აქეთ იქით მაგის ირგვლივ ხდება. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წერტილი არის ეგ, პირდაპირ მნიშვნელობით. ესაც შეეხება ვიდეოს. ხოლო მუსიკაც ხო გქონდა აქ დადებული. 2 L უცებ, რომ დავინახოთ რა ხდება. და მუსიკის შემთხვევაში გვაქვს დეციბილები, ანუ ხმის აწევა და დაწევა. რაც უფრო მეტი არის, ანუ +12 რო არის, ამას თუ მოусმენთ ახლა პირდაპირ დავყრუდებით, შესაბამისად, რაც უფრო ჩაუწევთ, ესეც პატარავდება, ანუ რაც უფრო ქვევით არის, შესაბამისად უფრო ხმადაბლა არის. -42-ზე რავი, ვერაფერს ვერ გავიგებთ ალბათ ერთ წუთით. ხო, რაღაც პონჩი არის ვის. მოგეთ, სულ ეს იყო დღევანდელი დღისთვის. ანუ ეს პოზიცია, scaling-ი, rotation-ი და opacity. დროებით.